მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ, ხვალ სტარს აიღებს 21 მაისს სუპერლიგის სუპერფინალის სერია, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან თესეუ და ბათუმი 21 და 23 მაისს თბილისში გაიმართება მატჩები, ხოლო 26 და საჭირო შემთხვევაში 28 მაისს უმასპინძლებს ქალაქი ბათუმი. ამ მატჩებს ხოლო გადამწყვეტი მეხუთე მატჩის საჭიროების შემთხვევაში 31 მაისს გვექნება აღნიშნული შეხვედრა. დღეს მატჩის შესახებ ისაუბრებენ თესეუს თავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი და ბათუმის თავარი მწვრთნელი გუგო ბერიშვილი, ასევე გუნდის ლიდერები ალექსანდრე ფევაძე და გიორგი ოჩხიგიძე. სანამ უშუალოდ შეაფასებენ მწვრთნელები მატჩს, მანამდე მოგახსენებთ, რომ თესეუ მეხუთედ არის ფინალში და ერთხელ აქ მოგებული 2023 წელს ლექსოს თავკაცობით და ასევე გუნდმა შაშანს სუპერფინალი წააგო. რაც შეეხება ბათუმს, ეს გუნდი 2009 წელს შეიქმნა და პირველად სწორედ გუგო ბერიშვილის ხელმძღვანელობით გავიდა ფინალში. კი უკვე შევაფასოთ ლექსო, შენგან დავიწყოთ და შემდეგ უკვე მივყვეთ. მოგესალმებით ყველას, მადლობა მოწვევისთვის. რა ვიცი, შეფასებით რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ღირსეული ფინალისტები ვართ. დამსახურებულად გამოვიდა ბათუმი ფინალში, ასევე ჩვენს და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო დაძაბულობითაც, თამაშის ხარისხითაც ძალიან საინტერესო ფინალები იქნება და რა ვიცი, მაქსიმუმს ვეცდებით, როგორც დარწმუნებული ვარ ბათუმი, ასევე ჩვენ, რომ ჩემპიონობისთვის რა, ვიბრძოლოთ ბოლომდე. ამასთან დაკავშირებით უკვე თამაში გვაჩვენებს, რა როგორ იქნება, მაქსიმალურად ვეცდებით იმასაც, რომ სანახაობრივი იყოს, დაძაბულობითაც სასიამოვნო საყურებელი იყოს მაყურებლისთვის და როგორც შეეფერება ფინალს, ვფიქრობ, რომ ისეთი ფინალი გამოვა. დამავით ვიტყოდი რომ ვისარგებლებ ხა ამ მომენტით და პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა ჩემ ბიჭებს რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა წელს, გუნდს, ბევრ სიტუაციაში, ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ უთხრა რომ აქამდე მოვედით და ფინალამდე მოვაღწიეთ, იმიტომ რომ ბიჭებმა მიუხედავად ამისა ამ პრობლემებით რეალურად იბრძოლეს, გუნდურობა შეინარჩუნეს და მაქსიმუმი გაიღეს და დღეს კიდე მემზადებით მოწინააღმდეგისთვის თესეუ, რომელიც როგორც თავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, ნამდვილად ღირსეულად მოვედით აქამდე და ღირსეულად გავაგრძელებთ, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა ჩემპიონამდე, რა თქმა უნდა, ყველა სურვილია რომ ჩემპიონი გახდეს. დანარჩენ სიტუაცია გვიჩვენებს და შესაბამისად ჩვენ მაქსიმუმს გავიღებ და როგორც აქამდე ვიბრძოდით, ესე ბოლომდე ვიბრძოლებთ. პირველ რიგში მოწინააღმდეგე გუნდს მიულოცა მართლა წარმატებული სეზონი აქვთ. ორი ლეგიონერით ფინალამდე მოვიდნენ და მეც ვთვლი რომ მართლა ორი უძლიერესი გუნდი ხვდება ფინალში და შეძლეს და ბოლო 2 წლის ჩემპიონი ქუთაისი დაამარცხეს, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. ჩვენ რაც შეგვეხება შეუძელით და ჯერჯერობით რაც იყო ოფიციალური ტურნირი ყველაფერი მოვიგეთ, თუმცა ვთვლი რომ ფინალს თუ ვერ მოვიგებთ, მაინც ჩვენთვის წარუმატებელი სეზონი იქნება რა. ჩვენ ესეთი მიზანი ვქონდა თავიდანვე, რომ უნდა მოგვიგო ყველაფერი რა, სამივე ტურნირი. და რაც შემიძლია კიდევ თქვა, მოუწოდებ ყველას, რომ ხვალ მოვიდნენ, ეხა ისე დროსაა თან თამაშები, რომ ყველა შეიძლება მოსვლა და ძალიან კაი თამაშები იქნება, დაძაბული თამაშები იქნება, ორი უძლიერესი გუნდი იქნება და გულშემატკივარი უფრო კარგს და სანახაობრივს გახდის ფინალს ჩემი აზრით. რაც შეეხება ფინალურ სერიას, თესეუ საკმაოდ კარგი გუნდი არის, დაკომპლექტებული არის ძალიან მაღალი ჯგუფის მოთამაშეებით, თითო პოზიციაზე ყავთ 2-2 და 3-3 ძლიერი მოთამაშე, რაც ეს თქვა ფინალში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მიყოლებით არის თამაშები და ეს ყველაფერი მათ მისცემთ უფლებას, რომ ეს თქვა ლიდერები დაასწრონ. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ვფიქრობ, ბიჭები ბოლომდე მზად ყველანი მენტალურად, ფიზიკურად მზადებით ამ თამაშებისთვის მთელი წელი გამოვიარეთ იმის, რომ აქ მოსულიყავით და მადლობა უნდა გადაუხადო ყველა იმ მოთამაშეს, ყველა იმ მწვრთნელს, ვინც ერთს და გაიარა. რაც შეეხება თამაშს, უკვე ხვალ გამოჩნდება პირველ თამაში, ვინ როგორ იყო მზად და იმედია, რომ ყველაფერი ჩაივლის ჩვენს საკეთოთ რა. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. რეალურად ვიტყოდი რომ უკვე 3 თვეა და 2 თვეა გასული თამაშებს თამაშობთ. ხა უმეტესი თბილისში ვითამაშეთ. ვიტყოდი რომ შიგნით თამაშობთ, სახლში თამაშობთ რა, ფაქტიურად.
არ მინდა ხა რაღაც დეტალებში შევიდე და გავამახვილო ყურადღება რაღაცებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი გულშემატკივარი ყავს. მაგათი გულების გვინდა რომ გავახაროთ და კარგია რომ ეს ორი თამაში ფინალი მაინც იქ ჩატარდება და გავახარებთ ჩვენ გულშემატკივარს. თუ ვინმე ჩამოვა და აქ გულშემატკივრობას გაგვიწევს, ჩვენთვის ავიც სასიხარულო იქნება. Berto, scouting მათქვევინებ, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, თესეულ ძლიერი გუნდია, მე ვიტყოდი რომ ყველა პოზიციაზე ძლიერი გუნდი არის. ჩვენ რაღაც დანაკლისი ვაქვს, მე აღნიშნე კიდეც ეს სეზონის დასაწყისში ორი მოთამაშე დავკარგეთ რეალურად ტრამვის გამო. რაც მე ჩანაცვლება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ხედავთ რომ ამ თამაშისაც სანამდეც მოვედით. და ვიბრძოლებთ ბოლომდე და ჩვენი მიზანი არის რომ როგორც დაცვაში ასევე შეტევაში ხარისხი დავიცოთ და მაქსიმუმი გავიღოთ და შესაბამისად თამაში გვიჩვენებს დანარჩენს რა. კარტები გაშალი ხაში. არა, კარტებს არ გავშლი, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ალბათ ვინც უფრო მეტად მოინდომებს ეს ფინალია და არა რეგულარული ჩემპიონატია რომელიღაცა მოსამზადებელი ტურნირი ფინალია და ალბათ უფრო მეტი დატვირთვა. რა თქმა უნდა, იმ მიზანს, იმ მონახაზს ექნება, რაც გეგმა გვაქვს, რომელი გუნდი უკეთესად შეასრულებს. რა თქმა უნდა, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. მაგრამ ისე და ისე მგონია, რომ მონდომებას და ისე ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, იმიტომ რომ ფინალია და ძირითადად, მაინც ბრძოლით და მონდომებით, რომელიც უფრო ჩემი აზრით მეც იბრძოლებს და მოინდომებს ალბათ, იმიტომ რომ აქ უკვე ფავორიტი და აუთსაიდერი და ფავორიტი არ არსებობს. რომ წინაზე საუბრობთ, დამსახურებულად გამოვიდა ბათუმი ფინალში, საკმაოდ ძლიერი მეტოქე დაამარცხა. მით უმეტეს სახში არ უთამაშია, თამაშები ეს უპირატესობა არ ქონია. მაგრამ ჩვენც ვემზადებით ამისთვის. ყველა დეტალისთვის, რაღაცეებისთვის ვართ მზად. მე ჩემი ბიჭები, ყველანი მზად ვართ მენტალურადაც, რომ აი ამ სერიოზულ თამაშებისთვის მომემზადოთ. ეს ერთი თამაში არ არის, სერია არის და მოდუნება არ შეიძლება გავიხსენებ შარშანდელ ფინალს, სადაც 2-0 ვიგებდით. გასვლაზე ორი თამაში მოვიგეთ და იქ კიდე სხვა პრობლემები იყო, როსტერში არ ყავდა იმენი ხალხი და ფიზიკურად ვეღარ შევძელით. ეხლა უკვე სხვა გუნდია და რაღაცა გადავანაწილეთ ისე რაღაც ძალები, რომ ეს პროცესი გავიტანოთ ბოლომდე. პირველ რიგში მადლობას მოვუხდი ჩვენ კომაგებს, იმიტომ რომ მაქსიმალურად ცდილობენ რომ ყველა თამაშზე მოვიდნენ და გულშემატკივრონ. ნახევარფინალშიც ჩამოსულები იყვნენ ტყიბულში და ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ძალიან კარგია ის, რომ დარბაზში ხალხმრავლობა იქნება და ხმაური იქნება. მე მგონი რომ ეს ფინალსაც მოუხდება რა და აქვს რა თქმა უნდა ის როლი მუხტის რა ვიცი, კომაგობის ყველა სპორტსმენები ვიყავით ხა მეც ბუბას და ვიცით ეს რა არის ცარიელ დარბაზში თამაში და მაყურებლის წინაშე თამაში. მე მგონი უფრო კარგ სანახაობას მოგცემს და კიდევ ვისარგებლებ მომენტით და მადლობას მოვუხდი მათ და ვიტყვი რომ არა მარტო გუნდის კომაგები, თვითონ მაყურებლებიც რომ მოვიდნენ როგორც ფეომაღნიშნა და უყურონ, ისეთი დრო არის რომ ყველას შეუძლია მოვიდეს და უყუროს. მე მგონია რომ კარგი ფინალები იქნება.